სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. მოგესალმებით ყველას მეგობრებო. ლოცვა, რომელსაც 20 საუკუნის ძალა აქვს. 2000 წელი მეგობრებო, მოციქულები, წმინდა მამები, ადამიანები ლოცულობენ და ამ ლოცვას აქვს უდიდესი ძალა, უდიდესი მადლი და ეს არის იესოს ლოცვა. უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე. ან მოკლედ, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. ან გნებავთ კიდევ უფრო მოკლედ, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. უფალო შემიწყალე. მეგობრებო, ამ ლოცვას 2000 წლის ისტორია აქვს. წმინდა მამების აზრით იგი მისტიკური ძალისა და მნიშვნელობის მქონეა. მას იმეორებდნენ წმინდა მოციქულები და წმინდა მამები. ჩვენც ამ ლოცვას განუწყვეტლივ უნდა ვიმეორებდეთ, რადგანაც იგი წმენს, ზღუდავს, გვიცავს, იცავს გულს და გონებას, ბოროტი გულის თქმისა და აზრებისაგან. შემდეგ ეს შინაგანი ლოცვა უფრო წინაპირობა ხდება ღვთაებრივი ნათლის გამოწყინებისა. მეგობრებო, უძილობა, ვისაც გაწუხებთ, უძილობა, რაღაც შფოთი, შიშები, პანიკური შიშები, პანიკური შემოტევა, ნევროზი, ფიქრი. ესე იგი, ჩვენ უნდა გავჩერდეთ, ჩამოდით პლანეტიდან, ასე ვთქვათ, დარჩით მარტო მე და ქრისტე, ქრისტე და მე და დაიწყეთ ლოცვა. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. მეგობრებო, თავარია გულით ილოცოთ, გულწრფელად და არ უნდა ეს რაღაც მაღალფარდოვანი სიტყვებით და ესე იგი რაღაც ოფიციალობა და ეს ყველაფერი რა, არა, ეს არ არის საჭირო. ქრისტე არ ეთხოვს ამას, ქრისტეს არ უნდა ეს. უფალი ჩვენს გულებს უყურებს პირველ რიგში, გულს და შემდეგ უკვე ეს ჩვენ მეტანიას და ასე შემდეგ. ეს მეორე ხარისხოვანია. რა თქმა უნდა აუცილებელია და ესე იგი ხაზგასმით ვამბობ, საჭიროა, მეტანია და მუხმოდრეგა, მაგრამ პირველ რიგში უფალი ჩვენ გულს უყურებს და წარმოიდგინეთ ჩვენ რამდენს ფიქრობთ დღეში, რა გვეშველება, ხვალ რას შევჭამთ, როგორ ჩაირიცხება ინსტიტუტში, უნივერსიტეტში ჩემი გოგო, ჩემი ბიჭი, როგორ ესე იგი გათხოვდება, ესე იგი როგორ დაოჯახდება, ესე იგი სამსახურში როგორ გადაწყდება ესა თუ ის საქმე, გამიგრძელდება კიდე თუ არა ეს კონტრაქტი 1 წლიანი, ანუ შემიძლია ის სხვადასხვა რამეებზე ესე იგი განუწყვეტლივ ვისაუბრო, 1 საათი შემიძლია ამაზე ვისაუბრო. ანუ შფოთები, ნევროზი, პანიკური შიშები, ეს როგორ ისთვის, ეს როგორ გადაწყდება, ის რომ აღარ მოვიდეს, ეს რომ ისე რამე ეს არავის არაფრის მომტანი არის, მეგობრებო. მე მესმის კარგად, რომ ეს მძიმეა, რომ ესე იგი გებრძვის ბოროტის, არ გასვენებს, მას მართლაც არ ძინავს, არ წამს, ის ფიქრობს, როგორ დაგღუპოს, როგორ გაგაწამოს, როგორ ესე იგი არ მიახლოვდე ქრისტეს, ხო არ წახვიდე წირვა ლოცვაზე, თუნდაც ეს ლოცვა რო არ თქვა. და ვინ გვიშლის ჩვენ ხელს, ან რა გვიშლის ჩვენ, რომ 1 წუთი გამოვნახოთ დღეში, ჩაიხედეთ ყველა ეს გულებში. მესმის, კი ბატონო, ბევრია, რომელიც იგი ლოცულობს და გაგახაროთ ღმერთმა, მაგრამ კიდევ უფრო ხშირად, როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომ მოუკლებლად ილოციდოთ, სულ უნდა ვილოცოთ. სულ უნდა ვიყოთ სინანულში და ლოცვის გარეშე და მარხვის გარეშე არაფერი არ გამოვა. მაგალითად, ეხლა ხვალ, 28, დღეს 27-ია, ხვალ 28 ნოემბერს გილოცავთ
ვისარგებლეთ შემთხვევით და გილოცავთ ყველას იწყება შობის მარხვა. აუცილებლად, მეგობრებო, აუცილებლად დაიცავით პირველ რიგში სულიერად და რა თქმა უნდა, ვისაც ჯანმრთელობა ხელს არ გიწყობთ, შეგიძლიათ კურთხევა აიღოთ მამაოსგან და ოთხშაბათს და პარასკევს მხოლოდ იმარხულოთ და ვისაც ესე იგი გაქვთ ჯანმრთელობა, აუცილებლად მეგობრებო, დიდი თხოვნარი რომ იმარხულეთ პირველ რიგში სულიერად და ეს ფუფუნება, რაღაცა კომფორტი, გართობა გადავდოთ და სულიერად ვიმარხულოთ და რა თქმა უნდა, ასევე თავი შევიკავოთ ხორცი და რძის ნაწარმოებისგან. კარგი, დაუბრუნდეთ თემას. ამიტომ მეგობრებო, როდესაც თქვენ დარჩებით, ხო, აი დაუბრუნდეთ იმ თემას, რომ გამარტოვდებით, ხო, ეხლა რას ნიშნავს პლანეტიდან ჩამოდეს, რა თქმა უნდა, ანუ მარტო უნდა დავრჩეთ ჩვენ, ხო, მე და უფალი და მე და ქრისტე და მე და გულით უბრალოდ თხოვოთ ის ხომ გვისმეთ ჩვენ ყოველ წამს გველოდება ის მზად არის ყოველ წამს რომ დაგვეხმაროთ ჩვენ აი ესე ხელგაშლილი როგორც ის მამა გახსოვთ სახარებაში იგავში უძღების შვილის იგავში რომ არის ეს შვილი ბრუნდება და მამა გახსოვთ როგორ გამოდის რომ დაინახავს შორიად და რომ ის თავის შვილი მოდის და ის გამოდის ხელგაშლილი და ეხუტება მას ესე იგი ჩემი შვილი მკვდარი იყო და გაცოცხლდაო გახსოვთ და ეხლა წარმოიდგინეთ ღმერთს როგორ უყვარვართ ჩვენ და ჩვენი რაღაცა სოდვას რო ჩავიდეთ და არ მივდივართ მასთან. გნებავთ მეგობრებო, ეხლა მე მომაკვდინებელი ცოდვა ვისაც აქვს ჩადენილი, ხო, ნუ გეშინიათ, ნუ გრცხვენიათ, მიდით ახსარებაში ჩააბარეთ, ეზიარეთ. უფალი ჩვენთან არის, ცოცხალია და ის ჩაგიხუტებს როგორც ის იგავში მამა ჩაიხუტა ის თავისი შვილი წარმოიდგინეთ და ღმერთი რას გიზარს და როგორ უხარიათ ანგელოზებს წარმოიდგინეთ. და ამიტომ მიდით, არ გადადოთ. აი ვის მოусმენს ახლა კი ბატონო ზოგი ბევრი მისმენს საზღვარგარეთიდანაც, მაგრამ როცა გაიღვიძეთ ხო ღმერთმა მშვიდობა ქნას და დილით რომ გაიღვიძეთ მოусმენთ ამას ჩაკეთეთ ეს კომპიუტერი, ლეპტოპი თუ ტელეფონი, ტელევიზორი და აი არ გადადოთ. წადით ახსარებაზე, და თქვით ეს ლოცვა, ილოცეთ, დაიწყეთ ლოცვა. მზივართ, გავართ, მოდივართ სამსახურში ვარ, ჭამთ, აბაზანაში ვიბანთ, ესე იგი ლოგიში წევართ, საუბრობთ, ჭამთ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მდგომარეობაში. თქვით, დაიწყეთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ვინ გვიშლით ჩვენ ხელს არა თუ არა და სიზარმაცე რომ ყოველ დღეში ერთხელ 1 წუთი გამონახოთ 1 წუთი 60 წამი გამონახეთ გამარტოვდით და თქვით უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ და გააგრძელეთ შემდეგ თქვენი საქმე და თქვენი გზა. მეგობრებო, ეს ადამიანები ზოგჯერ შეიძლება საათი, 2 საათით განან თხოვენ ღმერთს, აი ეს ხვალ ზეგ, მაზეგ, უშიცი, გუშინ 2 წლის შემდეგ და ესე იგი გახსოვთ ხო საბახარებაში და იმდეს ლაპარაკობენ, ესე იგი ხო რომ სახარებაში გახსოვთ უფალი რომ ამბობს რომ მათ გონიათო რომ ბევრ სიტყვების გამო ისინი შესმენილი იქნებიანო. სახარებაში წერია ხო? ამიტომ არავის ქრისტეს არ უნდა ეს ჯობია რომ ყოველდღე დავიწყოთ რეგულარულად, მაგრამ ვიმეოროთ და ვთქვათ გულით, გულწრფელად და თუ ცოდვები გვაქვს ვისაც არ გაქვს ჩაბარებული ახსარება, მიდით. მეგობრებო, მიდით აუცილებლად. კიდევ ერთხელ ვიმეოროთ, მუხცხვენიათ, იქ უფრო შეგწყვებათ. 100 მაგად და 1000 მაგად. ამიტომ სანამ დრო არის, ამიტომ კიდე დრო სული ხორცშია, მოვინანიოთ, აღარ გავაკეთოთ, ვეზიაროთ აუცილებლად. ზიარების გარეშე არ არსებობს ცხონება, კომენტარებში არ მახსოვს რაღაც რომელსაც ადამიანმა დამიწერა რომ
ესე იგი ზიარების ესე იგი მარხვა შეიძლება თუ არა რომ ესე იგი ბოლოს არ ვეზიაროთ, მაგრამ ზიარების გარეშე მეგობრებო არაფერი არ ხდება, საერთოდ ცხონება არ არის. თუ არ ვეზიარებით ჩვენ. ისევე როგორც სიყვარული არ აქვს. თუ სიყვარული თავდაბლობა არ აქვს, არაფერს ესე იგი ყველაფერი წყალს ჩავარდება და არაფერს აზრი არ აქვს. სიყვარული თუ არ აქვს ჩვენ. და უფლის მიმართ სწრაფვა და ნდობა, ქრისტე თუ არ გიყვარს, არაფერს აზრი არ აქვს. პირველ რიგში იერარქიულად უნდა დააყენო ქრისტე. ქრისტე უნდა გიყვარდეს. პირველ რიგში და შემდეგ მშობლები და შვილები, ახლობლები და ასე შემდეგ მოყვას. უფალი მოვიდა და ყველაზე დიდი მაგალითი გვაჩვენა ჩვენ თავგანწირვის, თავდაბლობის და სიყვარულის. ასევე ჩვენ ვიცით რომ გამარტოვებული უფალი იესო ქრისტე ლოცულობდა, ხო? ის სრული ადამიანი იყო და ამავდროულად სრული ღმერთი, ხო? ეს სხვა თემა არ ეგნება, მე მაქვს არზე თუ ვისაც გაქვს სურვილი მოისმინეთ სახარები და რატო ლოცულობდა ეს და ასე შემდეგ, ეხლა ამაზე არ ვისაუბროთ, შორს აგვიყვანს და უკაცრავად ამიტომ მეგობრებო, აუცილებლად ილოცეთ ამ ლოცვას მართლაც ძალიან დიდი ძალა აქვს, ეხლა ამდენი ვისაუბრე, იმიტომ რომ თქვენ თვითონ იგრძნობთ რა სიხარული გეწვევათ, რა ამ ქვეყნიური გეუბნება მართლაც უფალი გეხება, აი რაღაც წამის მეასეთში რაღაცა იგრძნობთ და დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენთაგან იგრძნო ეს. ხო, სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა მდგომარეობაში ეგნება ბევრს ეს უსწია წირვის დროს, ხო, რომელი ქერუბიმთა გალობის დროს, ამ თქვა რაღაც საქმეს რო გააკეთებ, მაგალითად ხა ჩემ თავზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ადამიანები ესე იგი მაგალითად სიკეთეს რო აკეთებენ, თქვენ ხო გამოგიზდიათ მეგობრებო რომ ეს სიკეთეს რო გააკეთებ, რაღაცა გიხარია. არ იცი რა გიხარე, მაგრამ გიხარია, რა სიამონება ხო რაღაც, მაგრამ ეს სიხარული სხვა სიხარულია. ეს გაასხოვდება იმ სხვა სიხარულისგან. ამიტომ მეგობრებო, ღმერთმა მოგცეს ჩვენს ყველას რწმენა, უფრო რწმენა უნდა უფრო რა შევთხოვოთ უფალს, რომ უფრო ძლიერი რწმენა მოგცეს, უფრო მეტი სიყვარული მოგცეს, მეტი თავდაბლობა მოგცეს უფრო ნიჭი კეთილი საქმეების კეთების და როგორც მე ვიდეოში ვამბობ, ჩვენ ოჯახებს წევრებს ვეხმარებით და ჩვენ ესე იგი დედმამას და თუმცა დღეს ასაც საკითხავია ვეხმარებით თუ არა, მაგრამ თუ ჩვენ ვეხმარებით ჩვენ ოჯახის წევრებს, ეს ამით ახალს არაფერს არ ვაკეთებთ, ხო? როგორც ქრისტე ბრძანებს. აი დაეხმარეთ გაჭირვებულებს, რომელიც სახლი არ აქვს გარეთ. აი მაგათ დაეხმარეთ. დაეხმარეთ ისეთ ადამიანს, რომელსაც ვერასოდეს ვერ ნახავთ. უანგარო დაეხმარეთ. აი მაშინ შეგიწირავთ თქვენ უფალი. და რა თქმა უნდა, ეს თქვენ და უფალმა უნდა იცოდეს მხოლოდ. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და ესე იგი დაიწყეთ მეგობრებო, აუცილებლად ეს ლოცვა. რა თქმა უნდა, დილას საღამოს ლოცვებთან ერთად აუცილებლად იმეორეთ ასევე ფსალმუნებიც და ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. ამინ. მადლობა. Mama ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავ სახელი შენი მოვედი სუფევა შენი იყავ ცათაშინა ეგრეცა ქვეყანა საძედა პური ჩვენი არსობიცა მომეთ ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენთან ანადებლი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ ანამდებთ მათ ჩვენთან
წმინდა იყავ სახელი შენი მოვედი სუფევა შენი იყავ ნება შენი ვითარცაცათაშინა ეგრეცა ქვეყანასაწედა პური ჩვენი არსობით სამომეთ ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენთან ანადებლი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსასწრასა არამედ მიხსენ ჩვენ Mama ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავ სახელი შენი მოვედი სუფევა შენი იყავ ნება ვითარცაცათაშინა ეგრეცა ქვეყანასაწედა პური ჩვენი არსობით სამომეთ ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენთან ანადებლი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსასწრასა არამედ მიხსენ ჩვენ So